შეეზღუდებათ თუ არა მომავალი წლიდან აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის თავისუფლება. ოცნების განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გუშინ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ ის ხალხმა არასწორად გაიგო. გაბისონიას თქმით, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტებს შეეძლებათ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების არჩევა, თუმცა პრინციპის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის გამო ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იმავე პროგრამის დუბლირება აღარ იქნება შესაძლებელი. მისივე სიტყვებით, თუ აქამდე თბილისში არსებულ 5 უნივერსიტეტს ჰქონდა სამართლის სკოლა, ახლა მისი ერთ სკოლაც სინთეზი მოხდება, შესაბამისად აბიტურიენტსაც ხუთის ნაცვლად ერთი არჩევანი ექნება. მისივე თქმით, აბიტურიენტს სასურველი პროგრამის არჩევა კერძო სასწავლებელშიც შეეძლება, თუმცა ოცნების რეფორმის თანახმად კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა მოუწევს, რადგან საგრანტო პროგრამა უქმდება. გაბისონიამ განმარტებები დღეს განათლების კომიტეტის ხდომაზე გააკეთა. მაგალითად, თბილისში არსებობს 5 სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც იმეორებს ერთი და იგივე საგანმანათლებლო პროგრამას, მაგალითად სამართალს ან ეკონომიკას. ანუ გვაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის დღეს არსებული მოდელი სტუდენტს აძლევს საშუალებას მოხაზოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი, მეორე მოხაზოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მესამე მოხაზოს ილია უნი, მეოთხე მოხაზოს სოხუმი. აი ეს თქვი და შემდეგ უთხარი, დღეს არსებული მოდელიდან განსხვავებით, ახალი რეფორმის მოდელი ამის საშუალებას შეზღუდავს, რადგან მოხდება 4-5 სამართლის ან ეკონომიკის სკოლის სინთეზი ერთ სკოლად. შესაბამისად, აქ არ იყო საუბარი, რომ სხვა პროგრამებზე იზღუდება, ეს გულისხმობს, რომ მას შეიძლება შემოხაზოს თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერთი კონკრეტული პროფესია და ამის შემდეგ მას შეიძლება სხვა კონკრეტული საგანმანათლებლო მიმართულება მიუთითოს, ან იგივე საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც კერძო უნივერსიტეტებს გააჩნიათ. მაშინ როცა კერძო უნივერსიტეტებისთვის საგრანტო პროგრამა უქმდება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი ფაკულტეტები მნიშვნელოვნად მცირდება. ივანიშვილის გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ქართული ოცნება პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც საქართველოში უმაღლესი განათლება უფასო გახადა. ოცნების დეპუტატებმა დღეს სპორტის კომიტეტის ხდომაზე, სადაც ზვიად გაბისონიას მოусმინეს, საკუთარ თავს ამ რეფორმისთვის მადლობა გადაუხადეს. ესე იგი, ჩვენ მომსწრეები გავხდით ძალიან დიდი და ძალიან ქართული საქმისა, რასაც გვია ჩვენი სტუდენტების უფასო სწავლა განათლების მიღება. ესეთი მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი დამსახურება და დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ჩვენთაგან, თითოეულ გუნდის წევრს, ლიდერს იმისთვის, რომ ეს ზრუნავს ქართველ ახალგაზრდებზე და სტუდენტებზე და ეს მართლაც ქართული და ძალიან ეროვნული საქმეა, მინდა გითხრათ. მართლაც აი მე ვეცდები ჩვენი მეგობრების სულისკვეთებას, ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა განათლების სისტემაში, მისასალმებელია. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა დგას განათლებულ ადამიანებზე, განათლების გარეშე ვერ განვითარდება ქვეყანა და ზუსტად აი ეს თქვენი რეფორმა ესადაგება ამ სიტუაციას და ვფიქრობ, რომ ეს შედეგს გამოიღებს სულ მალე ეს განათლების რეფორმა, რაც არ უნდა თქვან ჩვენმა ოპონენტებმა დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც ფიქრობენ მაგას, რომ ეს არის ძალიან მეტად მნიშვნელოვანი რეფორმა და მისასალმებელია, რა თქმა უნდა, მთავრობის ეს გადაწყვეტილება. ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმას ქართული ოცნების პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებებს სტუდენტების, ლექტორების, რექტორებისა და განათლების ექსპერტების ნაწილი კრიტიკულად აფასებენ. მათი თქმით, კერძო უნივერსიტეტებში საგრანტო პროგრამის გაუქმება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების შემცირება, 3+1+1 მოდელზე გადასვლა, პროფესორების ნაწილის სასწავლებლებიდან გაშვებას, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას და ევროპული განათლების სისტემიდან საქართველოს სრულ იზოლირებას ისახავს მიზნად.